მოგესალმებით. დღეს არც არაფერს არ ვაწყობთ. სიცარიელე გვაქვს. არც არაფერს არ განვიხილავთ. ნამდვილად. ხო, ესეთი ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტეთ. რატომ? მოდი პირველ რიგში. მადლობა USA to Georgia-ს, რომელიც ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება. მადლობა თქვენ მაყურებლებო, რომ აგვიყვანეთ 10,000 გამომწერზე. ხო, მიხვდით ზედა რა უნდა მოხდეს ეხლა? სიურპრიზი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთადერთია, ერთი რვა მასშტაბშია და ყველას გვიყვარს. 2 წლის შემდეგ მოვიდა დრო, რომ ეს ვიდეო უნდა დაიდოს. პირველი ვიდეო. და ამ ვიდეოდან ყველა გაიგებს რა მანქანა იყო. რა მანქანას გიმალავდით 2 წლის განმავლობაში. მადლობა თქვენ მაყურებლებო, რომელიც 2 წელიწადია ელოდებოდით ამ სიურპრიზს, ამ ავტომობილს, რომელსაც აგერ ცოტა ხანში სანამ გაჩვენებთ. ვიდეოს გავუშვებ, უნდა ერთი კითხვა დავსვა. ვიდეო რომ მორჩება, კომენტარებში დაწერეთ აქამდე როგორ ვერ მიხვდით რა ავტომობილი იყო. არა და ძალიან ბევრჯერ მინიშნებები გავაკეთეთ თქვენ მაგ მანქანასთან დაკავშირებით. გავუშვათ და თქვენ არხი გამოიწერეთ კიდე რომ მაგარი სურპრიზები ვაკეთოთ. გავუშვით ვიდეო. მოგესალმებით. ეს არხი გუდას გარაჟია და დღეს არის დღე, როდესაც არხის მთავარი პროექტი, მთავარი სურპრიზი უნდა გაგიმხდეთ. ცოტას ნერვიულობ მომდ. როგორც იქნა ჩვენი დიდი ხნის ლოდინი ასრულდა დიახ. და ჩამოგვივიდა ის სურპრიზი, რასაც ველოდებოდით და რასაც მომავლისთვის გვპირდებოდით და აგერ ეხლა გაჩვენეთ. სხვათა შორის ეს რო აქამდე ჩამოსულიყო 4 წელი ვიყო. რომ ეს მასშტაბი ჩემთან მოხვედრიბა. ეხლა ვნახოთ რა მანქანა არის. ეს ძრავითაცილები დაშლილ მდგომარეობაში არის მანქანა და მასშტაბი არის 1.8. და თან რა მანქანა რო გავაკეთე. თქვენ გეგონათ რომ რა მანქანა არის? აი ეს მანქანა. დო ჩარჯერის დასრულების შემდეგ ამ დროს უკვე როცა ეს ვიდეო იწერება დო ჩარჯერი დასრულებულია და კიდევ ვიწყებთ პერსონაჟის მანქანას, თან ჩემი საყვარელი მსახიობის და პერსონაჟის მანქანას, ლეგენდარულ Skylines, ბრაიანის ლეგენდარულ Skylines, რომელიც არ არის. ეგეთი მაგარი მანქანა ფორსაში მგონი ჯერ არ ყოფილა. ხო? კი, ნამდვილად. ამიტომ ჩამოვდგა რომ ჩანდე. ამიტომ გამოიწერეთ. აგერ, აი ესეთი პოსტერები მოყვა. ეს შეგიძლიათ კედელზე გააკრათ ჩარჩოში ჩასულ. სურვილი სამერ. აი ესე დაკეცილ მდგომარეობაში. ეს როცა ამას ყიდულობ თვითონ საქართველოში რა თქმა უნდა არ არის ნაყიდი. აგერ. და სხვათა შორის პირველად ქართულ YouTube-ზე ჩვენ ვაკეთებთ ამ ვიდეოს. და აქამდე ერთი რვაზე მასშტაბი ჩამოტანილი გქონდათ რამოდენიმე ვარიანტი. კი. მაგალითად Volga 21, რაც ჩვენ ვიცით. ზისიც არის. ზისია. აბედაც არის და ჟიგული არის. თუ მივა თუ რაღაცა. ჟიგული არა. კიდე რაღაცა არის. აბედა იყო ბოლო მაგ. ხო. ზისიც სხვათა შორის. მოკლედ, აგერ. ეს არის მისი მთავარი ჟურნალი. ეს არის აგერ. არა. ეს არა. ეს მეხუთე. უკაცრავა. სულ პირველი მინდა, სადაც ხაიძის ისტორია. ეს არის თავარი ჟურნალი, სადაც Skyline-ის ისტორია, E-34-ის ისტორია წერია. ხო ეგ არის? ხო რა. არა, ეს არის იმის ფილმში რომ მონაწილეობს აგერ. ეს ისტორია და მეორე ჟურნალი არის თვითონ Skyline-ის ისტორია.
ძალიან ნახე აქ. თვითონ ამ მოდელის ის არის. ხო, რეკლამა. რანაირი იქნება აგერ რეკლამის სახით მე მგონი კარგად გამოჩნდება. ერთი და როა მასშტაბია და მანქანა არის. პლუს აი ესე იშლება ეს ჟურნალი. ამას ცოტა შორიდან გაჩვენებთ. ძალიან ლამაზია. რო კადრში მოხდეს. ძალიან ლამაზია. ერთი და როა მასშტაბია და მანქანა არის როგორც იცი 58 სანტიმეტრი სიგრძეში. და არ ვიცი განათებები მაგარი იქოქება და ასე შემდეგ. მაგას მომავალ ვიდეოებში ვნახავთ. ერთადერთი მინუსი აქვს ამ მანქანას, რომ ვერ ჩაჯდების ილექტრონი. ძალიან დიდია, მოკლედ. აი ეს პირველი ნომერი, აი ეს ყველა ჟურნალი არის დანომრილი და მოყვება თითო ესეთი შეფუთვა. ეს პირველ ნომერს მაგალითად ეს მოყვება. კაპოტი ეს. ხო. ანუ თავარი რო არ დაგვავიწყდეს და ეხლა ვთქვათ, აი ეს მანქანა შედგება 110 ნაწილის, 110 ნომრის. 110 ნომრის, რა ეს მეორე ნომერია. აგერ ეს მესამე ნომერია. ეს არის მეხუთე ნომერი და ეს არის მეოთხე ნომერი. აი ესე მოდის ეს ავტომობილი ნაწილებად და სადღაც 2 წელი და სადა დაახლოებით თქვათ 2 წელი არა, მაგრამ დაახლოებით წელიწად ნახევარი უნდა რომ ყველა ნომერი მივიღოთ და ავაწყოთ. ღირს ლოდინათ, იმიტომ რომ საქართველოში ერთადერთი Skyline იქნება ერთი რვა მასშტაბში. არის თან აგერ აწერია რომ ალტაიას წარმოების არის. ალტაია დიაგოსტინი ეგ. ხო, არა, აწერია. იგი ვიცი, ანუ დიაგოსტინიც არის. დიაგოსტინი გამყიდველი ამ შემთხვევაში. ხო. ნუ აი ხარისხით რაღაცა ის ასწაული ხარისხის კადრში რო დეტალიზაცია აგერ შეფუთული. არ ვიცი, არის ბრენდები. ყველაზე მაგარი ბრენდი AutoArt მაგალითად, ხო? მაგრამ არ ვიცი, რომელი AutoArt უნდა შედაროს. ნუ არ ვიცი. და საკმაოდ მძიმეები არის, ანუ ლითონის არის. ნაწილები და სხვათა შორის პლასმასი და ვაფშე რა. სხვათა შორის მიხარია ის ფორსაჟის მოდელია და თან ბრაიანის Skyline. ეს როგორც ვიცი, თვითონ როგორც უწერიათ გამოუშვეს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეხლა კი 21 წელი გახდება, რაც მეორე ფორსაჟი გამოვიდა, მაგრამ 20 წლის იუბილეზე გადაწყვიტეს, რომ ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთებინა. არ ვიცი, ყველა კოლექციონერისთვის ალბათ საოცნებო მასშტაბი არის 1-8 ზოგადად. კი ბატონო, ნამდვილად ეს კაპოტის ნაწილები ერთად დავალაგოთ. ესე. დავიწყოთ აწყობა. დავიწყოთ და სანამ დავიწყოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ამის მერე კაცმა არ იცის რა მოხდება არხზე. მანამდე ჩარჯერის ვიდეოს იხილავთ. მედასრულებს ჩაწერილი არის. ხო, მაქსიმალურად ნაზად მოეყვანეთ დეტალებს, იმიტომ რომ ხო, მაგრამ აი შიგნით სახრაქმნისით დეივს ეხლა შევისტები და გაგანა. ეგრეთ წოდებული რატიოტა. არ მიყვარს ხოლმე რუსული სიტყვების გამოყენება. იხება. არა. თავარია დეტალები არ დავზიანდეთ. დეტალებია. ხო, თავარი რაც არის კიდე, რო არ დამავიწყდეს. ანუ როცა ეს პროექტი დასრულდება, ვეღარ ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი როგორც ნამდვილ მანქანას აქვს რა. ხო პროექტია.
და რა ქვია, ესეც პროექტია, ერთი მასშტაბში და ეს ნაწილები როცა ყველა ერთად იქნება, მეც აღარ გამოვშვებენ, ანუ ექსკლუზიური მობილია ეს. და ნამდვილი მანქანასავით იწყო, მინდა გითხრა. არასდროს დავხსნი. როცა კოლექციონერობა დავიწყე, მაშინ აღმოვაჩინე ეს და იმის მერე ვცდილობდი რომ ჩამოვეტანა და როგორც იქნა. ჯურამ სიმძიმეა. კინა ხუჩურობი. როგორც ვიცი, არა ეს სიმძიმე არის, მაგრამ როგორც ვიცი, მთელი მანქანა, მთლიანი მანქანა რა, იწონის 8 კილოს როცა აიწყო. აუ, ამას ნახე, რა განათებების ექნება, ვაიმე. ეს ათეულო შეფუთული იყო. აი. აგერა ესეთი. ესეთი სახრახნისი ატვიორგა, სახრახნის. სახრახნისი. ამას ნეულები უნდა დაუყენოს განათება აქ ჟურნალზე იგრე. ესეთი. პატარა შურუპები გიყო. დიახ. რომელსაც ძლივს ვხედავ. უნდა არ ვიცი. ეს არის ამისი ცხაური. ხელი გაწევი. მე ცოტა ხანი ამას შეიძლება რომ შევხედო. აგერა ეს ცხაური. იმედია. ფერები ნახე ინტერნეტში ესეთი მაგარი ფერი რო იყო არჩევდა. იმედია ვიდეოში გამოჩნდება, ანუ ვინილი არის ზუსტად დატანილი. ესე იგი ნახე ამაში ნატურები ყენდება და ის უნდა ანათებდეს. აუცილებლად. თავისი ფეხი. ანუ რო გითხრა ნამდვილი მანქანა დაპატარავებული, უბრალოდ ერთი დიდი მინუსი რომ შიგნით ვერ შეჭდები. თვალები გავეკეთო. თვალი. მომე. ჟურნალი პირველი ნომერი რო გაიგო წინდა გადაშალება აუცილებლად ვინმეს თუ გადაწყვიტავთ ამის აწყობას აუცილებლად მიყევით ინსტრუქციას აუცილებლად თორე ისე ვერ აწყობთ აქ არის ახსნილი რეები ეს პირველი ნომერია ხო? ხო, აგერა ახსნილია რეები არის შიგნით იმედია ჩანს ახლა მივყვეთ ინსტრუქციას ესე იგი ვიწყებთ აი ამ ნაწილით პირველი ეს ნაწილია ეს რა არის პატარა ეს პატარა არის აი ეს კამერა ხო არ დავხაროთ რომ კარგად გამოჩნდა ეს მე მონტაჟის დროს ეს მოჩერდეს იმდენად პატარაა GTR-ის ლოგოს სვავში იქნით ხო? ხო მაქსიმალურად ხილად წინალა უკანა არა აქვს იმედია არ ვიცი უნდა კონდეს ესეთ არა აქ იგი ორი უკაც ისე აი სუგული წდება რა ესეთი მაგარი რაღაცები თქვა საქართველოში რატომ შეიძლება კაცო ჩვენ კოლექციონერები ხო ვართ ადამიანები და და ნახე აქ ისინი მე მაშინ რომ ჩაჯდება ბამპერში წინა ბამპერში მე უკვე შურუპებით უნდა დავუჯი ეგ ფეხი არ მოტყდეს თორე ხო თორე სხვათა შორის ეს ნაწილები თუ გაგიტყდათ მე ეცადო თუ არ გაგიტყდათ უნდა ეცადო და როცა მანქანა აიწყობა ჩაჯდა? კარგად გზის? იმედია არ მოძრაობს? არ უნდა იმოძრაოს, მაგრამ ადგილზე უნდა იყოს დაფიქსირებული. უკვე ლამაზია. აბა კადრში გონახე, რა გავაკეთე. ხო, ნაწილები თუ დაგიზიანოთ. არ უნდა დაზიანდეს მოკლედ რა. თითო ნომერი eBay-ზე ჯდება $50 წონის და ტრანსპორტირების გარეშე.
მოგელით. ძვირია. კი და მაგიტომ არ უნდა დაზიანდეს მოდელი ეს. და უნდა მოვუაროთ ყველაზე კარგად არ მოგდეს. გაუგდით. თან ესეთი მოდელის გაბუჭება მაგარისაც უდაობა იქნება. ახლა როგორც ვთქვა. არა, შავს ჩვენი ასაწყობია მაინც. შენ ელექტრობა რო ჩამოვიდა. აი მე მართლა ცუდ ვარ დედას ვიცავ. იმიტომ რომ როგორც ვიცი და როგორც საიტზე ჩავს, თელი მანქანა ანათებს. მოდი ახლა მე რო ედენი არ დავკარგო. მაგრამ ჩვენიერი სამარილე მაქვს. კოხტა. ველებული. სამარილე. დამშურუპებს ჩავყრია მაშინ რა. ისა არ დაიკარგება. აი შურუპები მოკლედ, ანუ ნომერზე უნდა მიდიოდეს აქ, ეწერება რა ნომრით. ხო აი ამას თვითონ SM აწერია. აი აქ უნდა ეწეროს რა ნომრით მაგრდება. აი SM, აი. ანუ ეს მაგრდება ამაზე მაგ შურუპით. ვაი. SM დება აი SM. რა პატარებია რა. ისა სათვალე მიკეთე მაინც ვერ. ხილად მოუჭირე და როგორც ვიცი ედატვირთკა არ ვარგა როგორ ანუ შეიძლება გატყდეს ან რაღაცა რა. ხილად იყავ. და შემდეგ ნომრებში წავიდეთ გამოყვება რო იცი. შემდეგ ნომრებს უკიდო. და ამას კიდე აი ეს პოსტერები ხომ მოყვა და კიდე მოყვება საჩუქრები. ფორსაჟის ბრენდირებით. მოყვება პატარა მოდელი 1.53-ზე, რომელი მასშტაბით ჩემია და ძალიან მიყვარდა ვაგროვებ. ზუსტად ესეთი მანქანა იქნება ოღონდ 1.53-ზე. კიდევ მოყვება ბლუზუს დინამიკი და აი ესეთი რაღაცები მოყვება რა. მოკლედ ეს არ არის ჩვეულებრივი კოლექციონერებისთვის. ეს არის მანიაკებისთვის, რომლებსაც აწყობა ევასებს. ჰობისტებისთვის არის და არასოდეს არ დაუძახოთ ამას სათამაშო. ეს უკვე მართლა არ არის სათამაშო. ვინმე თუ გითხრას რომ სათამაშოა, სახლიდან გააკეთეთ მოკლედ რა. არა არა შულო რა სათამაშო ვერ ახლა ნამდვილი მანქანა წავიდვაწყო. რა ხილო ამაში ისინი უნდა ჩასო მაშუკი ჯერ ბოლომდე არ უჭერ რა. ხო მაშუკებიც უნდა ჩასო. ჯერ ვარგებ. რო თხილე თავიდეს და რაღაცა უკვე მე მგონი რაღაცას გავს. ჯერა ჯერთან შიტოხს და უგენები მათ ყავს. არა ანუ ეს ან მოუხერხებელი პატარა ატიორკა სახრაფეცი. ანუ რა თქვია ხომ მიგდია რა. ტინა ხელს ვეკიდე. მეორე ატიორკა არა გაკეთე სახში. დიდი. ჰა? მოკოს არა წაგიტყდა საქმე. არა, ძალას არ ვათა. ისე მაგრად მაინტერესებს ბოლოს რა პირველი შეხება არის ერთი როხ. პირველად აი იმედია ჩა. იმედია ხო. ცხოვრი დავაყენეთ. ამდენი ხანი ვეჩალიჩებოდია ამ ცხოვრს. აუ რა ლამაზია. აუ გეტერი. რა კარგია. ფოტოშურის ყველაზე საყვარელი მოდელია ეს ჩემს. ეხლა აგერ ამას. აი უკან ფეხები აქვს პატარა. და ამ ფეხებით უნდა დადგეს. და გინახე დედალ მამალია
ყველანაირად არ მიდის. ეს აქ. ეს რას აკეთებ? აი მე. მაშუკები. პავრაკ მეკები. ეგ უბრალოდ რუბით უნდა დაყენდეს. არა. როგორ არა? თუ არა? არა. სიგნიჭება პირდაპირ? პირდაპირ ჩაჯდები. აუ, მეჭი მაქრო ძალიან მაგარი რაღაცა იქნება ბოლოს. სულ ბოლოს რა. აი ესენი. ეკარება ზემო. მაგაში ნათულები ჩადგება. ნათურა უკრინდა ყენდება. უგნედა ხო, ჩადგება და იმშავს. მაგარი. არ გაგიქნა. გამოვიდა ესეთი. აუ, რა მაგარი ეს. აბა კადრში. აი. ესეთი გამოვიდა. What?